ევროკავშირის წევრობის კანდიდატების ისტორიაში ყველაზე ცუდი დასკვნა. ასე აფასებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტაკოსი საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. მისი თქმით, ქართული ოცნება ხალხს ატყუებს, რომ ისინი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებენ. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოს ევროკავშირის გაფართოების პროცესს დააშორა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნების ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება. დოკუმენტში ასევე წერია, რომ მნიშვნელოვანი უკუსლა იყო საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. სასამართლო სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით. მარტაკოსი ამბობს, რომ აქედან ერთადერთი გამოსავალია მთავრობამ გადახედოს კანონებს, რომლებიც მისი თქმით აშკარად ანტიევროპულია. ასევე ევროკომისარი ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლა. Enlargement report for any candidate country ever. ეს არის ყველაზე ცუდი გაფართოების ანგარიში ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისთვის ისტორიაში, მაგრამ სამართლიანად. საქართველოს მთავრობა ატყუებს ხალხს, რომ ისინი მათ ევროკავშირთან ახლოს მიჰყავს. ეს აშკარა უკუსლაა ბევრ განსაკუთრებით ფუნდამენტურ არეაში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული ზომები, მედიის თავისუფლება. მთავრობა არ მიჰყვება მათი ხალხის ინტერესებს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ გადახედოს ბევრ კანონს, რომლებიც აშკარად ანტიევროპულია. ასევე მათ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება. ჩვენ გვიჭირს მათი მხარდაჭერა, რადგან ამდენადაც არ უნდა გვინდოდეს მათი დახმარება, არის რისკი, რომ ისინი ციხეში მოხვდებიან. საქართველოს კანდიდატი ქვეყანა მაინც არის, მაგრამ კომისიისთვის მხოლოდ ქაღალდზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მედიისა და განსაკუთრებით სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად. ანგარიში სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ნაწილში წერია, რომ შეცვლილი სამართლებრივი სისტემა ძირს უთხრეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას და აბათილებს წინა რეფორმებს. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში უკუსლა შეინიშნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასთან, მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის ნაკლოვანებასთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში საგამოძიებო ფუნქციებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე პასუხისგაცემა. წერია ევროკომისიის ანგარიშში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ანგარიში ტყუილები წერია. ოცნების პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, გამოქვეყნებული ანგარიში თავიდან ბოლომდე გაყალბებულია. როგორც ის ამტკიცებს, ევროკავშირი ამ ანგარიშით საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობს. როდესაც ტყუილებით გაჯერებულ ანგარიშს აქვეყნებთ, ამას კადრულობს ევროკომისია, ტყუილებს თავაზობს საზოგადოებას, აქვე ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ იმ ხალხის გულისწყრომას გამოიწვევს, რომელიც ვერ ეგუება ტყუილს, რომელიც ვერ ეგუება უსამართლობას და ორმაგ სტანდარტს. საქართველოს მიმართ უპრეცედენტოდ კრიტიკულ ანგარიშს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარით ქართულმა ოცნებამ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაასამარა. მათი თქმით, გუშინდელ ანგარიში ყოველგვარი დიპლომატიური ენის გარეშეა ნათქვამი, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი დასრულებულია. ოპოზიციონერთა ნაწილი ასევე ამბობს, რომ სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმზე და საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ მაშინ აღდგება, როცა ქვეყანა ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლდება. ეს არის სწორედ ივანიშვილის რუსული რეჟიმის მოქმედებების ნაბიჯების ანტიდასავლური, ანტიევროპული პოლიტიკის შედეგი ერთი და მეორე, მარტაკოსმა და კაია კალასმა ღიად ისაუბრეს იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ატყუებს ქართველ ხალხს ილუზიის შექმნის მიზნით თითქოს და ფორმალურად მაინც საქართველოს რჩება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ილუზია, ეს არის ტყუილი და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს ქართველ ხალხს, რომელსაც ელოდება ევროკავშირი საკუთარ დიდ პოლიტიკურ უსაფრთხო ოჯახში, შეუძლია რომ აღადგინოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ ყველანაირი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე ქართულ ოცნებას და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული. შეუძლებელია, რომ ქართული ოცნების პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული პირიქით. იმასთან შედარებით, რომ იმ მომენტთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ბევრად უფრო უკან არის
განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ყველა სხვა კომპონენტის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპის კავშირში საქართველო გაწევრიანდეს. ეს რაღაცა ავადმყოფური დამოკიდებულება ქართული ოცნების მოსკოვში დაწერილი სცენარია და დღეს საბოლოოდ გამოვლინდა ფაქტიურად, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარის მიხედვით ქართულმა ოცნებამ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შესახებ ევროკომისია წერს, რომ ახალი რეპრესიული კანონებისა და შესწორებების მიღებით ქვეყანაში მიმდინარეობს ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა. დოკუმენტის თანახმად პროტესტის მონაწილეებისადმი ცუდად მოპყრობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში წამებასა და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა, ფართოდ იყო გავრცელებული ანგარიშის წერის პერიოდში. ამავდროულად ანგარიშის მიხედვით საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ვითარება გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების კუთხითაც და ბოლო წლის განმავლობაში ქვეყანა ამ მხრივ მზადყოფნის ადრეულ ეტაპზე ჩამოქვეითდა. გუშინ ბრიუსელში გამართულ გაფართოების სამიტში ევროკავშირისა და ყველა კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ საქართველოს გარდა. გუშინ მარტაკოსმა განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.